კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სერბ კოლეგას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში მასპინძლობს. სერბეთის პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი დახვდა. ალექსანდრე ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ უფრო მეც ჩემი კოლეგა სალომე გობრუნიძე მოგვიყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვესდება. სალომე ეს ვიზიტი თავისი მნიშვნელობით არის ისტორიული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს. ზუსტად ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის. პირისპირ ფორმატში შეხვედრა და ბუნებრივია, ორი პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტებს შორის სასაუბრო თემების ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი. ალექსანდრ ვუჩიჩი და მიხეილ ყაველაშვილი იმსჯელებენ იმ კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ და რა მიმართულებებით უნდა განვითარდეს კავშირები საქართველოსა და სერბეთს შორის და მათ შორის ალექსანდრ ვუჩიჩის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. შეხვედრის დაწყებამდე კი ტრადიციულად ათონელის ქუჩაზე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. აქ ადგილზე გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. ამ ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქრივიშვილის კომენტარი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალექსანდრ ვუჩიჩს, მის მეუღლეს და სახელმწიფო დელეგაციას პირადად დახვდა. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის. ეს არის ასევე ისტორიული ვიზიტი, რადგან პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს. ამ ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები მათ შორის ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამინდა აღნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა და ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო, როგორც უკვე გითხარით, ზუსტად ამ წუთებში იმართება პირისპირ ფორმატში შეხვედრა საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის. ხვალ კი უკვე ალექსანდრ ვუჩიჩს საქართველოს მთავრობის მეთაური უმასპინძლებს ირაკლი კობახიძე, სერბეთის პრეზიდენტს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი უკვე გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციების მონაწილეობით შეხვდება. მადლობა სალომე გობრუნიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს მთავრობა კოორდინირებული მმართველობით ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24 პოზიციაზე. ანგარიშ ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტ სელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე, რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანამდებობრივ პოლიტიკაში და რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს. გლობალურ გამოკვლევაში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს 15 სახელმწიფოს. ამასთან საქართველოს რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის ორ და ევროკავშირის 9 სახელმწიფოს გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას. კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა არის ევროპაში მე-13 პოზიციაზე, მსოფლიოში 24 ადგილზე. აქ შეჯერებული არის ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები კვლევისას, როგორც არის მიზნები დაგეგმვისას და აღსრულების პროცესი სამინისტროების დონეზე და უწყებრივ დონეზე. საქართველო გამორჩეულია კარგი მმართველობით, კეთილსინთეზიერი მმართველობით, კოორდინირებული მმართველობით და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება მომავალში.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანების ახალი კლასტერის გახსნის საკითხს განიხილავენ. როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ამტკიცებს, ორივე ქვეყანამ ვალდებულებები შეასრულა, რაც მათთვის მოლაპარაკებების ახალი თავის გახსნის საფუძველი გახდა, თუმცა მარტაკოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება, რისთვისაც შესაბამისი გარანტიები შემუშავდება. ცნობისთვის მედიის ინფორმაციით გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა. მათ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები და უკვე დადგა დრო, რომ ჩვენც შევასრულოთ ჩვენი ნაწილი. როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მომავალი წევრები, როგორიცაა უკრაინა, არ გამოიყენებენ ვეტოს საგარეო საქმეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დასაბლოკად. ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავაკიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ ის, რაც დღეს ვიცით, არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც რომ ახალი წევრების მიღების შემდეგ ისინი დაიცავენ ევროპულ წესებს 5, 10 ან 15 წლის შემდეგ წევრობის შემთხვევაში. სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, ასე რომ არ არსებობს ნახევარი ან მეოთხედი წევრობა, არსებობს მხოლოდ სრული წევრობა. უსამართლო მიდგომა და ორმაგი სტანდარტი ასე ეხმაურებიან სახელმწიფო გუნდის წევრები მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. კანონმდებლების განცხადებით, ყველა კომპონენტში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო, საქართველოს ლიდერია, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლო და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს ყველა ინდექსით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან გაურკვეველი მიზეზებით საქართველოს გაწევრიანების პროცესში ამ დრომდე შეჩერებულია, რაც მათივე თქმით ბრიუსელის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო მათი მიდგომიდან გამომდინარე. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ ამას, თვითონვე აქვეყნებდნენ იმ შედეგებს, რომ აბსოლუტური ლიდერი ვიყავით ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის და შემდეგ დასკვნებს, როდესაც წერდნენ, ან რეზოლუციებს იღებდნენ, ამ მონაცემების საპირისპირო შედეგები შექონდათ იქ. ასე რომ მოულოდნელი არაფერია, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება და ამას არანაირი გამართლება არ აქვს და სამწუხაროდ უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელება, რაც აქამდე ქონდა ევროკრატიას საქართველოს მიმართ. ეს ძალიან ცუდია, როდესაც უსამართლოდ ექცევიან ქვეყანას. არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რითაც ან უკრაინა, ან მოლდოვა საქართველოზე წინ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ ჩვენ ვაწყდებით ევრობიუროკრატების მხრიდან არაგულწრფელ დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური სარჩული, მათ ვერ შეძლებს ქართული სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება, სწორედ ამიტომ ეს არის ფასი, რასაც ვიხდით დღეს ჩვენ, მაგრამ რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომები გადაიხედება, ეს მიდგომები შეიცვლება. ეს პროცესი უფრო ერთგვარ პოლიტიკურ სცენას გავს, სადაც გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდათ, ვიდრე რეალური გაფართოება. აი, როცა რეალური გაფართოების საკითხი დადგება და ამას არ აქვს მნიშვნელობა საქართველოზე დღეს ასე ლაპარაკობენ თუ ისე ლაპარაკობენ, საქართველოს თავისი განვითარების დონით ყველა მიმართულებით ლიდერი სახელმწიფოა. ამას ყველა ხედავს, ყველა აფასებს. უბრალოდ ერთი რამეა, ისინი ვინც დღეს ევროკავშირში გაფართოებაზე ლაპარაკობენ, მათ ვერ მოუნდელებიათ ის, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ საქართველოში. აქ როდესაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებიც ხო ვიცით, რატომ ხდება ეს, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, რომ საქართველოს პატარა ქვეყანამ თავად გაბედა, როგორ გაბედა, რომ მათგან დაუკითხავთ ახორციელოს თავიანთი პოლიტიკა და რა არის ამ პოლიტიკის შინაარსი, ხო დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი, ამ ტიპის დამოკიდებულება ქართულ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა პირველ რიგში აზიანებს იმ ბიუროკრატებს, რომლებიც განცხადებებსაც ვისმენთ სიცრუეზე და ტყუილზე დაფუძნებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საქართველოს მთავრობის მეთაური. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყავლის მომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას, წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე. შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმება მოიცავს ყველა ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ დასრულებას, მათ შორის ლიბანში. შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 439 მილიონ 700 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, გაიზარდა ექსპორტი 20%-ით 5 თვის მანძილზე, იმპორტი შემცირებულია დაახლოებით 2%-ით, გაუმჯობესებულია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სალდო და საქართველო აგრძელებს ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, გაძლიერებას. ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაისის თვეში ექსპორტის მაჩვენებელმა 668 მილიონ $, გადააჭარბა და ფაქტობრივად მაისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მაისის მაჩვენებლებიც რეკორდულია. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ 3.1 მილიარდ $, გადააჭარბა და დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტის მიმართულებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები და ფაქტობრივად 10.4 მილიარდ $, უტოლდება. საქართველოს რკინიგზის წლიური ანგარიში და გაზრდილი ფინანსური მაჩვენებლები. გასულ წელს რკინიგზის წმინდა მოგებამ 152 მილიონ 700 ლარი შეადგინა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 78 მილიონ 200 ლარი იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ წმინდა მოგების ასეთი შთამბეჭდავი ზრდა უპირატესად საოპერაციო საქმიანობების გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯის შემცირების შედეგია. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე წლის 5 თვეში კომპანიის ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის მომატებული. ზრდის დინამიკა განსაკუთრებით დაჩქარდა 2026 წლის მარტი-მაისის პერიოდში, როდესაც გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 20%-იანი ზრდას მიაღწია წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით. საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 25 წელს იყო 152 მილიონი ლარი, შედარებით 68 მილიონ ლართან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს 5 თვის მაჩვენებლებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს. უკვე გვაქვს ჩვენ დაახლოებით 88 მილიონი ლარი მოგება, ასევე გვაქვს გაუმჯობესება ეგრეთ წოდებულ EBITDA-ში და საოპერაციო მოგების ნაწილში. ჩვენ მიმდინარე წლის 5 თვის მაჩვენებლებით გაუმჯობესება გვაქვს სატვირთო გადაზიდვებში, ტვირთის მოცულობა უფრო გაზრდილი არის, დაახლოებით 400,000 მეტ ტონაზე გვაქვს უკვე გადაზიდული, რაც პირდაპირ აისახება და რომელიც აგენერირებს ჩვენ პირდაპირ შემოსავლებს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახარიას პარტიის წევრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვიკა ფილფანი პოლიციას ქართული ოცნების ხულიგნურ ბანდას უწოდებს. როგორც ლევან მაჭავარიანი წერს, ოპოზიციამ და მათმა მედია საშუალებებმა გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, რომლებმაც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საფრთხე აარიდეს. მისივე თქმით, პოლიციელები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ 45,000-მდე კეთილსინდისერის სამართალ დამცველის წინაშე დამნაშავეები არიან, ვინაიდან მათი საქციელით ოპოზიციონერებს მთლიანად პოლიციის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოების შესაძლებლობას აძლევენ. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გადაცდომები დაუსჯელი არ დარჩება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედია საშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს. მათ სურთ პოლიციელებს მწამებლის იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. საქართველოში გვყავს 45,000-მდე პოლიციელი და რა თქმა უნდა, როგორც ყველა
პროფესიაში. ამ შემთხვევაშიც გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ხაზგასასმელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი ცალკეული გადაცდომების მიმართ. გადაცდომები არ დარჩება დაუსჯელი და როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებულმა, ასევე კანონდამღვევი პოლიციელების დაკავების ფაქტებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ქართული ოცნების პირობებში არც ერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას და კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. რაც შეეხება პოლიციელებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, ისინი არა მხოლოდ მორალისა და კანონის წინაშე არიან დამნაშავეები, არამედ იმ 45,000-მდე გმირი სამართალდამცველის წინაშეც, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ემსახურება საკუთარ სამშობლოს, რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, რომ მსგავსი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ და შემდეგ მსგავსი ბინძური კამპანიების წარმოების შესაძლებლობა მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები. ისინი ასევე ავლენენ პასუხისმგებლობისა და მოთმინების გაცილებით მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ევროპულ ქვეყნებში გვინახავს. ვიხილეთ უამრავი შემთხვევა ევროპის წამყვან ქვეყნებში, თუ როგორ აგრესიულად და ძალადობრივად რეაგირებენ პოლიციელები დემონსტრანტების მხრიდან. მათთვის მიყენებულ უმნიშვნელო შეურაცხყოფაზეც კი ინტერნეტ სივრცე გადაჭედილია ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითებით. ვნახეთ, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა გოგონებს აღნიშნულ ქვეყნებში, ვნახეთ, როგორ დაანარცხეს ძირს 9 თვის ორსული ქალბატონი ნიდერლანდებში, ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს ხელკეტებით დანიაში. სამწუხაროდ სხვა უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები, თქვენ მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. ამას აკეთებთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი პროფესია არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და დაფასებული ჩვენს ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედია საშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან თქვენი მისამართით, გპირდებით, რომ ჩვენ არც ერთ სიტყვას არ გაუტარებთ და ყოველთვის ისე დაგიდგებით გვერდში, როგორც თქვენ უდგახართ გვერდში საქართველოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებლებს თქვენი დაცვა რომ დასჭირდეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ამასაც რა თქმა უნდა გააკეთებთ, ვინაიდან თქვენ ნამდვილი ქართველები ხართ და ემსახურებით მხოლოდ საქართველოს. პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის манипуляციური გაშუქების საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა. კანონმდებლები განმარტავენ, რომ საქმეზე, რომელზეც TV1-ის გადაცემის ანონსში ინფორმაცია გავიდა, გამოძება დაწყებულია. კონკრეტული პირები დაკავებულები არიან, თუმცა დეპუტატების თქმით, ამის მიუხედავად არხმა მომხდარი შემთხვევა სპეკულაციურად გააშუქა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს არც გამოძება დაწყებულა და არც არავინ დაუგავებიათ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ TV1-ის манипуляციების მიზანი პოლიციის რეპუტაციის შელახვა იყო. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, თუ რომელიმე სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის ფაქტები დადასტურდება, მსგავს შემთხვევებს მყისერი რეაგირება მოჰყვება და კანონის წინაშე პასუხს ყველა აქებს. იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც იხილა საზოგადოებამ, შემიძლია ცალსახად თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და ეს არ იყო ცალკეული ეპიზოდი. დისკრედიტაციის მცდელობა პოლიციის დღესაც გრძელდება, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული, ამას ყოველთვის აქვს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, არსებობს კანონი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, რა თანამდებობის პირი იქნება, ამას მაშინვე მოხდება რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის მოძალადეები და დამნაშავეები დღეს არიან დასჯილები და დაკავებები. ანონსის გაშვების დროს ყველაფერი წარმოჩინდა ისე, რომ თითქოს ეს დანაშაული რომ მოხდა, ამის შესახებ არც დამნაშავეები იყვნენ დაკავებული და არც გამოძიება არ იყო დაწყებული. მიზანი რა იყო ასეთი манипуляციური გადაცემისა? მიზანი ის იყო, რომ გორში მომხდარი ის ფაქტი, რომელზეც სახელმწიფომ პისიერი გამოძიება დაიწყო, ამ ფაქტის და ასე ვთქვათ პოლიციის წინააღმდეგ სისტემური ასე ვთქვათ დაპირისპირების და პოლიციის ღირსების შელახვისათვის მოხდა აი ასეთი манипуляციური სიუჟეტის გაშვება. შენ სისტემაში რაღაცა დანაშაული მოხდება, ეს ფაქტია, ამერიკაში პოლიციელებს არ აკავებენ, როგორ არ აკავებენ, ამიტომ სისტემური დანაშაულია. სისტემური დანაშაული არის მაშინ, როდესაც კარტ ბლანში, როდესაც კურთხევა ამის ჩადენისა პოლიტიკური ხელისუფლების მიერ არის გარანტირებული ამ ორგანოებისადმი. აქ პირიქით გვაქვს საქმე. როგორც კი
ცნობილი ხდება ეს სახელმწიფოსთვის მყისიერად იძლევა რეაქციას. როდესაც დიდ კოლექტივთან აქვს საქმე, ეს დაახლოებით 40,000 კაცია, ხო, სამართალდამცავი ორგანოების ყველა ერთად. 40,000-იან კოლექტივში რა თქმა უნდა აღმოჩნდება ადამიანთა რაღაცა გარკვეული წრე, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს. საქმე ისე რომ სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემრიგებლური და ის ყოველთვის შეურიგებელი იქნება და დასჯას ვერ აცდება ვერც ერთი ასეთი ადამიანი. სამართალდამცავი სისტემის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული და კამპანიური ხასიათის შეტევა. ორი ჯერზე ქართულმა სამართალდამცავმა სისტემამ სიჯანსაღის ტესტი ჩააბარა და მაშინ როცა შეიტყო ამ დანაშაულის შესახებ, ბევრად დიდი ხნით ადრე, ვიდრე ეს კადრები გავრცელდებოდა, მყისიერად მოახდინა რეაგირება და უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირები არიან დაკავებულები, რაც შეეხება სისტემურობას, რა თქმა უნდა, სისტემურობაზე საუბარი არის საფუძვლოს მოკლებული, ეს არის ერთეული შემთხვევები. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე ვითარების შესწავლა დაასრულა, რაც შეეხება სამომავლო რეაგირებას. სააგენტოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მონაცემთა ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ. უნებართვო მშენებლობის ფაქტი ჯერ კიდევ წინა წელს გამოვლინდა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით რუის ურბნისის ეპარქიას მიმართეს. ეპარქიამ პროექტის შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ სცადა, რაც დარღვევა გამოვლინდა, თუმცა სააგენტოს ცნობით იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თანხმობა არ გასცა. სამუშაოები აუცილებლად გაჩერებული იქნება იმ მომენტამდე, სანამ რაიმე კონკრეტული ღონისძიებისათვის არ დაიგეგმება. არსებობდა პროექტი რესტავრაციის, თუმცა ოფიციალურად სააგენტოსგან გაცემული ნებართვა რესტავრაციის იმ აღნიშნულ პროექტზე არ ყოფილა. სააგენტოს მიერ გამოვლენისთანავე უკვე ცნობა გაგზავნილი იყო შესაბამის ეპარქიაზე, შესაბამის სტრუქტურაში, საპატრიარქოში, რაც თავარია და აღნიშნული შესახებ უბრალოდ სააგენტოს მოლოდინის რეჟიმი ჰქონდა, რომ შესაბამისი სამუშაოების მწარმოებელი პირები მომართავდნენ და განახორციელებდნენ შესაბამის კანონით დადგენილ ფორმებში უზრუნველყოფას საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა. შესაბამისად, სააგენტოს რეაგირება უმალო ემოყვა ამ უნებართვო სამუშაოებს. ადგილზე რაც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობით, ეს სააგენტოსთან შეთანხმებული სამუშაო არ არის და არ მიმდინარეობს იმ კულტურული მემკვიდრეობის კანონისა და ნორმებისა და რესტავრაციის კანონების დაცვით და ფორმით, როგორც ეს უნდა მიმდინარეობდეს. დღეს უკვე კულტურული ფენები ადგილზე, მხოლოდ გვხვდება დასაწყობებული ქვების სახით, რომელიც ძველი ნაეკლესიარიდან არის, ასე ვთქვათ, შემორჩენილი. მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით ყველაფერს ვიღონებთ, როგორც ვითხარი, რომ ჩემი გადასახადი ეს არის, მე ვარ ჩემი ხელმძღვანელი, ჩემი სულიერი მოძღვარი, ეპარქიის მმართველი. თუ ჩავაყენებ საქმის კურსში, ყველაფერს გადავცემ და გადაწყვეტილებას თავისთავად მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. საქმე ბელორუსში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილს ეხება, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. დოკუმენტაციის მიხედვით სატვირთო მანქანა 290 ლითონის კარით იყო დატვირთული და ჩეხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, თუმცა რისკების ანალიზის შედეგად მებაჟეებმა ავტომობილი დეტალური შემოწმებისთვის შეაჩერეს. დათვალიერებისას ერთ-ერთი ლითონის კარის შიგნით მალულად განთავსებული უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს. ტვირთის სრულად შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა 433,840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საბაზრო ღირებულება 2,429,000 ლარზე მეტს შეადგენს. ფაქტზე მასალების შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით. უფლებამოსილი პირის მიერ ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული 1496 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო
სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას საერთო ჯამში გამოვლინდა 433,840 კოლოფის სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ მენთოლ ქვინი, ასევე NZ და მინსკი. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2,429,504 ლარი შეადგინა. იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში იმყოფება პაატასალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობა. მაღალი დონის ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები. სტრასბურგში გეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი. აღნიშნული მინისტერიალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ სასაუბროდ. მიმდინარე მინისტერიალი მიეძღვნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული აქტუალური საკითხების განხილვას, გამოწვევების შესახებ საუბარს და ამ გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ამ აღნიშნულ მინისტერიალზე ერთმანეთს შორის გასვლილი ინფორმაცია, გაზიარებული გამოცდილება წაადგება ჩვენ ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ დედაქალაქის გუნდის წევრებს დღეს წარმატება თბილისის მერმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მიულოცეს. ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 1200 ახალგაზრდა სპორტსმენს აერთიანებდა. სპორტის 17 სახეობაში გამართული შეჯიბრებების შედეგად თბილისის გუნდმა თითქმის ყველა მიმართულებით ლიდერობა შეინარჩუნა და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვა. დედაქალაქის გუნდს სპეციალური თასი გადაეცა, რომელიც მომავალში თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გახსნის ცერემონია 1200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული სპორტის 17 სახეობაში და თბილისის გუნდი გახდა გამარჯვებული. რაც ძალიან სასიამოვნოა, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს რა თქმა უნდა არის თქვენი საკუთრება, ეს არის თქვენი დამსახურება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სპორტის ყველა სახეობისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც ხელს უწყობთ 60 წლის ზემოთ ადამიანებს, იცხოვრონ სწორად, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, არის უფასო. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მომავალშიც ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ბათუმში ჩატარდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა დედაქალაქის გუნდმა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, თბილისის გამარჯვება მინდა მიულოცო თავად სპორტსმენებს, მათ ოჯახებს, ფედერაციებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში შეიტანა განსაკუთრებული წვლილი. გახსნის ცერემონია ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, რომ იყვიან ოლიმპიურ თამაშებს არ ჩამოუვარდებოდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ამასაკოვის გუნდში ოლიმპიური ფესტივალი ევროპის თამაშები, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სწორედ რომ ეს ის ასაკია, სადაც ჩვენ ახალგაზრდებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ და სწორედ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენი ახალგაზრდები აი სულისკვეთება გადაგვეცვა. რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველოს განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება. რაგბის სამ სპორტულ კომპლექსში, რომელიც 5 სათამაშო მოედანს მოიცავს, მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ავჭალის რაგბის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. დაგეგმილია რაგბის 22 ტექნიკური ცენტრის პროექტირება, მშენებლობა, მათგან 12-ზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ავჭალის სტადიონზე მთლიანად შეიცვალა მოედანი, განახლდა მოედანი, ასევე მიმდინარეობს ტრიბუნების კეთილმოწყობა, რაც თავის თავში გულისხმობს როგორც სარემონტო სამუშაოებს, ასევე სკამების გამოცვლას, შიდა ინფრასტრუქტურას მთლიანად რეაბილიტირდება. იმედი მაქვს, რომ ეს ჩემპიონატი ძალიან ღირსეულად ჩაივლის საქართველოში. ასევე ჩვენ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურისთვის და სულ რამოდენიმე წელიწადში საქართველოს შეიძლება უმასპინძლოს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის და დიდი რაოდენობით მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებს. უაღრესად დიდი სამუშაო ჩატარდა, უკვე თითქმის ბოლოში არის ეს ყველაფერი გასული და იმ ხარისხის მოედნები გვაქვს უკვე დღევანდელი დღის მოცემულობით, რომელიც აქამდე არ ქონია, მინდვრის საფარი, გასახდელები, ტრიბუნები, სკამები, ყველა განათება, ყველა დეტალი, რომელიც შეიძლება, ასე რომ ვთქვათ, ამ სოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში იყოს განახლებული, არის განახლებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად უკვე ბოლოში არის, მიდის ბოლოდე ხარვეზების აღმოფხვრა. გარდა ამ კომპლექსის პარალელურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის აიას სარაგბო კომპლექსზე და ანალოგიურად ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მზად იქნება უმასპინძლოს რაგბის ოსლანდელთა სოფლიო ჩემპიონატს. ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მარიამ ქრივიშვილმა და ჭოუ ცენმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზზე გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ეკონომიკის მინისტრის ვიზიტს ჩინეთში და ყურადღება გამახვილდა მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა და ორ ქვეყანას შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. მხარეებმა ასევე სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ორხევში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა. პროფესიული დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიულოცა. პაატა პატიაშვილმა სამხედრო პოლიციის მნიშვნელოვან ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო პოლიციელებს წარმატებები უსურვა. იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციელები უწყებრივი მედლებით სამშობლოსთვის თავდადებული გენერალი კვინიტაძე, გიორგი ანწუხელიძე საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გავაგრძელებთ სამხედრო პოლიციის განვითარების ხელშეწყობას, სამხედრო პოლიციელებისათვის ღირსეული პირობების შექმნას, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ განვითარებას. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი კვლავაც აგრძელებს რეფორმებს, მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ჩამოყალიბება. საერთო ძალისხმევით სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები და პირობები მომდევნო წლებში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სამხედრო პოლიცია იქნება კიდევ უფრო წარმატებული და ძლიერი. კიდევ ერთხელ გივოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი თავდაცვის ძალებისთვის არის ის საიმედო დანაყოფი, რომელიც ჩვენი ჯარის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და მის განვითარებაზე არის ორიენტირებული. განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, გატარდა რეფორმები, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლებიც უფრო მოქნილსა და ეფექტურს ხდის დეპარტამენტს, გაუმჯობესდა მოსამსახურეთა სოციალური და სამუშაო პირობები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე. მე ამით გემშვიდობები დაელოდეთ. ჩვენც წლის თავის სახლების შესახებ ანაშორდა პროფესიულად მოგიყვებათ. პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ.